მე ვიმყოფები ქოროღლის ციხესთან, ეს იგივე კოჯრის ციხე არის და მოგიყვებით რატომ დაერქვა ქოროღლის ციხე. და რას ნიშნავს სიტყვა ქოროღლი? ქოროღლი ნიშნავს ბრმის შვილს, რა ეთნიკურად აზერბაიჯანელ კაცს უსამართლოდ დასთხარეს თვალები. მისი შვილი განუდგა ამ უსამართლობას და წავიდა სახელმწიფოს წინააღმდეგ. იგი გახდა აბრაგი, იგი გახდა ყაჩაღი და წავიდა ესეთ მიუვალ ადგილებში, რო თქვა და აფარებდა თავს, რადგან მისი დაჭერა გაძნელებოდა, ხო? იგი გახდა სახალხო გმირი, იგივე რობინ ჰუდივით რა და მისი ეპოსი იყო ძალიან პოპულარული მე-18 საუკუნეში. არის ლეგენდა, რომ აქ აფარებდა თავს ეს ბიჭი და ამიტომ დაერქვა მას ყოროღლის ციხე, ანუ ბრმის შვილის ციხე რა. ასევე აქ ამოდიოდნენ დანარჩენი ყაჩაღებიც, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ იყვნენ წასულები, მიუვალ ადგილას აფარებდნენ თავს რა. აი შეხედეთ რა ადგილი არის, აქ გაუზნელდებოდათ სახელმწიფოს მათი დაჭერა. თავდაპირველად ამ ციხეს აგარათა ერქვა და შუა საუკუნეებში უკვე აზეულა დაარქვეს. ეს ნაგებობა მე-19 საუკუნეში არის აშენებული, მაგრამ დიდი ისტორია აქვს. აქ ამბობენ, რომ თამარმა თავისი ბოლო წლები ამ ციხეში გაატარა. 1921 წელს, როდესაც რუსებმა მოახდინეს საქართველოს ოკუპაცია, აი კოჯრის მიდამოებში ხდებოდა შეტაკებები. აქ დაიღუპა მარო მაყაშვილიც. ასხლეტილი ყუმბარის ნაწილი მოხვდა კეფაში და ამით გარდაიცვალა. მოკლედ ესეთი ლამაზი და საინტერესო ადგილი არის. თბილისთან ახლოს ამოხვათ დალაშქრით გაგისწორდებათ რა. ეხლა დრონის მართვა რო ვიცოდე, ვერ ვისაუბრე. გადავიღებდი და ეს არის ულამაზესი ადგილი რა. დაილოცოს ჩვენი ქვეყანა.